მოგესალმებით ქართული ტივის მაყურებელს ლიტერატურული საქართველოს რედაქციიდან ბოდიში მინდა მაყურებელს ტექნიკური ხარვეზების გამო ბოდიში მოუხდა რომ ცოტა დაგვიგვიანდა მაგრამ საერთმანესი დრო გვაქვს იმისთვის ვისაუბროთ მოვეფეროთ ერთმანეთს ჩემს სტუმართან ერთად რომლის ვინაობასაც ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ და მე ისე დავიწყებ ლიტერატურული საქართველოს ბოლო ნომრის ანონსიდან ვინაიდან კიდევ ერთხელ ვამბობ სამწუხაროდ რომ ეს გაზეთი რა კი ვერ ვრცელდება მთლიანად რეგიონებში გვიწევს ესე მოსახლეობისთვის სოციალური ქსელებით და ესე გავრცელება და მიწოდება ინფორმაციისა ეს გუშინდელი გაზეთის ნომერი მოგეხსენებათ ლიტერატურული საქართველოს პარასკევობის გარდა გამოდის ორშაბათობით უკვე ერთი წელი არის თითქმის და გუშინდელი ნომერი ეს არის ნომერი რომელიც უნდა გამოსულიყოს წინა ნომრის მაგივრად 23 მარტს მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო მოგესალმებათ დიდი გლოვის დღეები გვაქვს დღესაც საქართველოში პატრიარქის გარდაცვალებასთან ცადასვლასთან რა ვიცი ახლა როგორც გინდათ ისე ვთქვათ გამო ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შევცვალეთ ნომერი და გამოვშით პატრიარქისადმი რიცხული ნომერი ეს ნომერი გახლავთ სულიად დატვირთული ნომერი შეიძლება ითქვას რომ სხვადასხვა ავტორებით არის შევსებული ნომერის პირველ გვერდს ხსნის ინტერვიუ ჩემთან ინტერვიუ ფატი ბიგვავასთან რომის სახელწოდება არის უფლის განზრახვით მოწოდებულს ყოველივე ეწევა სასიკეთოდ და რა თქმა უნდა რაც უფლის კარნახით კეთება ყველაფერი სასიკეთოდ კეთება ქალბატონი ფატი ბიგვავას გაიცნობს მაყურებელი ვინც არ იცნობს ამ ინტერვიუდან ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი რომელიც უკვე კარგი ხანია მოღვაწეობს მოსკოვში არაერთ წავყვან ინსტიტუტში ასწავლის ქართულიას და ლიტერატურას არის ლინგვისტი და ის მოგვითხრობს როგორ წავიდა მოსკოვში ალბედით ჯამს 90-იან წლებში როგორ დაიმკვიდრა თავი რა ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან საეკლესიო მოღვაწეებთან ქართული ბიზნესმენებთან და როგორ იყო მისი ცხოვრების გზა და დამოკიდებულება ქვეყანასთან რომელსაც ჩვენ ოკუპანტს ვეძახით დღესაც და როგორ ცხოვრობენ ქართველები საერთოდ გაზეთის მეორე გვერდზე ტრადიციულად ეთმობა მეორე გვერდი ბატონ არსენ გვენეტაძეს მის შემოქმედებას მის ლექსებს ეს არის არაჩვეულებრივი ადამიანი ჩვენ ერთხელ ყავდა გადაცემაში ბატონი არსენი მოწვეული რეპროდუქტოლოგი და ძალიან დიდი საქმეების მკეთებელი რომელსაც სიყვარულისა და თანადგომის სერჩს ერთად მოიხსენებენ მეორენაირად და მართლაც სიკეთე და სიყვარული ცავსე ადამიანი ბრძანდება მესამე გვერდი ეძღვნება ქალბატონ ზია ხეთაგურს მისი 80 წლის საიუბილეო წელია წელს მე არ მგონია რომ დღეს საქართველოში ვისაც ლიტერატურა უყვარს ესახე და გვარი არაფერს ეუბნებოდეს და მისთვის ცნობილი არ იყოს საკმაოდ ცნობილი ავტორი არის უნიჭერესი ქალბატონი არის არა მარტო პოეზიაში არამედ პროზაშიც არის არაერთი ზღაპრისა და პიესის ავტორი მისმა პიესებმა მოიარა მთელი საბჭოეთი და საქართველოს თეატრები და მე დღეს აქედან ვცვლოცავ ქალბატონ მზიას იუბილეს მივესალმები ისა ეს აგრეთვე დაჯილდოებული წმინდა გიორგის ოქროს ორდენით პატრიარქის მიერ და ეს მას აქვს დათმობილი მთელი ეს გვერდი შემდეგი მეოთხე გვერდი არის არაჩვეულებრივი ადამიანის ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ძველი ტელევიზიის თანამშრომლისა მეცნიერის ბატონი ელგუჯა მგელაძის არაჩვეულებრივი მოთხრობა ბუმბერაძე წიფე და იაგური საცივი მართა ისიამოვნებს მკითხველი ამ მოთხრობის წაკითხვით და მე დიდი მადლობა მინდა აი ამ პუბლიკაციისთვის აი ამ მოთხრობისთვის ბატონი ელგუჯა მგელაძეს გადაუხადო ჩვენ იუბილარი ყავს კიდევ წელს არაჩვეულებრივი პოეტი შეიძლება ითქვას ჩემი თაობის და ჩემი მეგობარი ბატონი თემურ ცერცვაძე ულოცავ ბატონ თემურს აქედან იუბილეს და მას ეძღვნება მეხუთი გვერდი მეექვსე გვერდი ჩვენი მუდმივი სტუმარი შეიძლება ასე ითქვას ჩვენი ბატონი ვანო ჩხიკვაძე არაჩვეულებრივი პოეტი პროზაიკოსი საბავშვო მწერალი რომელმაც სულ ახლახან მიიღო იაკობ გოგებაშვილის საპატიო პრიზი და ულოცავ ბატონ ვანოს აი ამ დამსახურებულ ჯილდოს აქ არის მისი უბისიგნაკი 2012 წლის გაგრძელება ამ ნომერში
და ისიამონებს მკითხველი მისი გაცნობისას. ასევე მეშვიდე გვერდი იწყება მეშვიდე გვერდს ხსნის ქალბატონი ირინა ხურციძე, ირინოლა ტყეშაველი, მისი ლიტერატურული ფსევდონიმი, რომელიც მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ისე როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, ეწევა ძალიან დიდ ქველმოქმედებას და ლიტერატურულ მოღვაწეობას და სიამოვნებით გაეცნობით მის ლექსებს ამ ნომერში. შემდეგ მოდის ჩვენი ამავე გვერდზე არის ქალბატონი ბელა შალაშვილი, ჩვენი უძვირფასესი წერლის, თარგმნელის, მიშე შაჰნამე საქართველოს უკვე გაიცნო, ეს არის მე ვიტყოდი ალბათ სოფლიო დონის თარგმანები და არა მარტო დონის, აი მთელი ცხოვრება უნდა შეწირო, რომ ეს მართლაც ძალიან დიდი, მოცულობით დიდი ნაწარმოები თარგმნო, მთელი ცხოვრება შეალია ქალბატონ ბელამ. აქ საუბარი არაა მის შაჰნამეზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და კიდევ ვისაუბრებთ, უბრალოდ აქ დაბეჭდილი არის მისი მოსაგონარი ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და არაჩვეულებრივი პოეტისა და მთარგმნელის ნომადი ბართაიას შესახებ, რომელიც სულ რამოდენიმე თვე არის, რაც ამ ქვეყნიდან გავიდა. აქვე არის გიული მურადაშვილის წერილი დრო აუჩინარებს და ბადებს სიამოვნებით გაეცნობა მკითხველი და მეორე მეცხრე გვერდები დათმობილი აქვს ქართული მწერლობის ერთ-ერთი თავკაცის ბატონი ზაალ ბოტყოველის არაჩვეულებრივ რეცენზიას, ასევე დღევანდელობის გამოჩენილ და გამორჩეულ პოეტზე ბატონ ბაღათერ არაბურზე, სათაურით ნისლის ჭალებზე მწუხარების ყვავის მოცხარი. ბაღათერ არაბურს იცნობს ქართველი მკითხველი და ზაალ ბოტყოველის ეს იმ თაობის ადამიანები არიან, რომლებთა მხრებზე გამოიარა მთელმა ქართულმა მწერლობამ და დღეს ისინი აი ამ მხრებით მიყავთ ეს ქართული მწერლობა და ამ წერლობის თავკაცები არიან. მინდა გითხრათ, რომ არის არაჩვეულებრივი წერილი ზაალ ბოტყოველის არ ეშლება მოფერება ადამიანებისა და მინდა ბაღათერსაც მიულოცო, იმიტომ რომ ისიც იუბილეა, ეს წელი მისცაც საიუბილეო წელია. საიუბილეო წელია, ჩვენ რაღაცა იუბილეები მოგვიბრალდა. ქალბატონ თინათინ ჭეჟიასი საბავშვო მწერლისა, თუმცა არა მარტო საბავშვო, არამედ არაჩვეულებრივი პოეზია აქვს მას ზოგადად და ულოცავ ქალბატონ თინათინ ჭეჟიასი ჩვენი გადაცემის სტუმარიც იყო იუბილეს და მკითხველი გაეცნობა მის არაჩვეულებრივ ლექსებს. მე-11 გვერდი დათმობილი აქვს ბატონ ვახტანგ ხარჩილავას, ღირსშესანიშნავ ქართველ პოეტს, მწერალს, პუბლიცისტს, საერთო გაზეთის მთავარ რედაქტორს, რომელიც სულ ამდენიმე წელია რაც გაგვშოვდა და აქ არის მისი არაჩვეულებრივი წერილი საქართველოს ყავს გმირი ხელისუფლება, ახლა ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების გმირობის დროა და მე შეიძლება ხელისუფლებაზე ბევრი ვერაფერი ვთქვა, თუმცა ქართული საზოგადოების და ქართული ხალხის გმირობის დრო ბატონებო ნამდვილად დადგა და ჩვენ ყველა მწერლები ვიქნებით, შემოქმედი ხალხი ვიქნებით, უბრალო მოქალაქეები, ყველა ერთიანად უნდა დავერაზმოთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და ამას მართლა ჭირდება, ჩვენ ქვეყანას მართლა ჭირდება ახლა გადარჩენა. და ამ პრობლემებზე წერს ბატონი ვახტანგ ხარჩილავა თავის დროზე, რომელიც დღესაც აქტუალური არის. ჩვენ ცნობილი მწერალი, მთარგმნელი, არაჩვეულებრივი ესეებისა და პუბლიცისტიკის და მოთხრობების ავტორი ბატონი გური ოტობაია არის და როგორც თოვლი შაშანწიდელი საუბარი არის კონსტანტინე გამსახურდიას ესეების კრებულზე, მისი ისტორიული ლიტერატურული ათინათების შესახებ და სიამოვნებით გაეცნობა, დიდ სიამოვნებას მოგვით აი ამ წერილის გაცნობა. მე-14 გვერდზე არის ჩვენი სასიქადულო მეცნიერის ბატონ როინ მეტრეველის წერილი ახალი წიგნის თაობაზე, წმინდა ოთხთავის უნიკალურ გამოცემაზე და ეს მართლაც უნიკალური გამოცემა, რომელიც უკვე ამშვენებს ჩვენს სახლის თაროებს და ბიბლიოთეკებს, შეგიძლიათ გაეცოთ მის შესახებ წერილს ბატონ როინ მეტრეველის წერილს. და ნინო დარბაისელის არაჩვეულებრივი პოეტის, არაჩვეულებრივი მწერლის, პუბლიცისტის, კრიტიკოსის, ლიტერატურის, რომელიც ახლა ძირითადად რამდენადაც ვიცი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს ქალბატონი ნინო და არის მისი წერილი ბელარანიას შემოქმედებაზე, საკმაოდ ვრცელი წერილია და ამავე დროს საკმაოდ საინტერესო. რომ მოკლედ მოგახსენეთ, ეს არის ლიტერატურული გაზეთის ბოლო გამოცემა,
რა თქმა უნდა თვითონ გადაცემას ლიტერატურის საქართველოს ქვია და მოვალენი ვარ თუ ჩვენ ამის შესახებ ვისაუბროთ. ეხლა კიდევ შევაყურებ ჩემს სტუმარს და მინდა დღევანდელ დღეს შესახებ მოგახსენოთ. დღეს გახდით მე რუსთავის მე-16 პენტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა პატიერთთან და რატო ვამბობ ეხლა ამას? აი თუ ჩვენ ადრე ვამბობდით რომ ევროპის ბევრ ციხეებში ქართველები თავის გადასარჩენად ძალად აჭერებდნენ თავს, იმიტომ პირობები იყო ისე. ეხლა არ გამიგოს ისე რომ მე ეხლა ციხის რაღაცას რეკლამას კი არა და უფროსურად რაღაც კარგი დახასიათებას ვაკეთებ. ნუ სასწაული რამ დამხვდა მე იქ რომ შევიდა მოვიარე ეს ოთახები, ის ადგილები სადაც პატიმრებიც არ მინდა მათ უწოდო. რა პირობებში ცხოვრობენ, სიმართლე გითხრათ, ვიფიქრე ხომ არ დავრჩეთქო. აი მე მინდა გითხრათ, ჯერ ეგეთი ოთახები არის, გაბატონებულია, განლაგებული, ყველა ოთახს აწერია, რამოდენიმე ოთახია დერეფანში, სადაც აწერია გააგრა, ეშერა, პიცუნდა, სოხუმი და ეს აწერია, იმიტომ რომ არ დაივიწყო და არ დავივიწყო ჩვენ ეს ჩვენი ძვირფასი ქალაქები და დაგრაგული ტერიტორია. და თითოეულ ოთახში არის რეწვის, ხატრული გაფორმების მუსიკალური სტუდიებია, ხმისჩამწერი სტუდიები არის. მე ვნახე როგორ აქანდაკებენ და როგორ ჭედავენ. წმინდა გიორგის ხატი არის თუ სხვა მოოქროვილი ხატები. ეს პროფესიონალი ადამიანები არიან, რომლებიც დასაქმებული არიან დიდას აღამომდე. თან ამაში არაჩვეულებრივ და აღარ მინდა დავასახელოთ ახლა, საკმაოდ სოლიდურ თანხას ღებულობენ ამ ყველაფერში. იქ არის ანუ ხატვის ისა აგრეთვე ფრანგულს ასწავლიან და ფრანგული ენის კურსები არის. ხომ გეუბნებთ, აი პანსიონატი გეგონება, ნუ გარემოც ისეთი არაჩვეულებრივი არის და მე რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა მომახსენო ამ პენტენციალური დაწესებულების ხელმძღვანელობას, აი ამ ყველაფრისათვის, აი ესეთი პირობებისათვის, რომ ისინი მართლაც არ აღიქვამენ თავს თავისუფლება აღკვეთილებად. მე ეხლა გადავალ უკვე დიალოგზე და წარმოგიდგეთ არაჩვეულებრივ ადამიანს მწერალს, რომელიც შეიძლება ბოლოს გამოჩნდა ლიტერატურულ წრეებში, მაგრამ უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, თავისი მოღვაწეობით. იგი გახლავთ ორგზის გამარჯვებული რეზოინანიშვილის ერთი მოთხრობის კონკურსისა, ქალბატონი ლია მამულაშვილი, პედაგოგი, რომელიც ასწავლის დიდი დიღმის ამაზე თვითონ გეტყვის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი ლიტერატორი, ამავე დროს კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უცხოელებს ასწავლის ამდენადაც ვიცი ქართულს და მოგეთ გვიანბე თქვენ შესახებ, ქალბატონორია, სიამოვნებით მოგისმენთ. მივესალმები ქართული ტივის მაყურებელს, სასიამოვნოა ჩემთვის დღეს აქ თქვენთან ერთად ლიტერატურული საქართველოს გარემოცვაში, აი ამ საინტერესო გადაცემაში მონაწილეობის მიღება. პირველ რიგში ულოცავ ლიტერატურული საქართველოს ყველა შემდეგ ნომერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისათვის და ჩვენთვის, ყველასთვის და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. კი. თქვენს იყავით ჩვენი ავტორი. ერთ-ერთი კი, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა ვაგრძელებ თანამშრომლობას და ყოველთვის მიხარო და ბავშვობიდან და შეგაწყვეტინოთ, მადლობა მინდა გადავხადო, ეხლა ჩვენ ესე ფორს მაჟორში დავიწყეთ და ცოტა გვიან დავიწყეთ მუშაობა. მე ციხიდან ვაგვიანებდი მოსვლას და ქალბატონია ძალიან გვიან შევეხმიანე და ახალი მისული თქვენ წარმოიდგინეთ ტექნიკური უნივერსიტეტიდან საბურთალოდან დიდი ღომში გასული ადამიანის სახში რომ შესული იყო, აი მოტრიალდა სახში, სახიდან ლიტერატურული საქართველოს ხატი დავდილა. დიდი მადლობა მინდა და ამავდროულად მინდა მიულოცო ჩვენ საზოგადოებას გუშინდელი ხარების დღესასწაული. ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია, ეს კვირა არის ძალიან მნიშვნელოვანი რიგი დღესასწაულების და კარს მოგვადგა აგერ აღდგომა და აი ეს ყველა დღესასწაული და მშვიდობიანი აღდგომა მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანას. ნუ რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას, როგორც აღნიშნეთ, ვარ პირველ რიგში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეს არის ჩემი ნამდვილი და ძირითადი პროფესია. ვასწავლი 221 საჯარო სკოლაში, მეგა სკოლა, ასია ცნობილი ჩვენი სკოლა. ქართულ ენასა და ლიტერატურას. მეგა სკოლა ქვია, საჯარო სკოლა. საჯარო სკოლა, უბრალოდ თავისი მასშტაბის გამო და თანამედროვე სტანდარტებით ახალი სკოლა, მეგა სკოლად არის წოდებული. რაც შეეხება ასევე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,
მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ვასწავლი სახელმწიფო ენას, სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, ასეთი დასახელება ჩემი საგნის და ასევე სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამ ეტაპზე, მაგალითად გეოლოგებს და მიხარია რომ ეს ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან და მიაჩნიათ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მეორე ხარისხოვანი მათთვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი საგანი და ეს ძალიან მახარებს და ყოველდღიურად კიდევ და კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, იმიტომ რომ აი ჩვენ საუბრებში სულ ჩანს მათი არის გვაქვს ბოლოს ესეთი დამოკიდებულება რომ ნაკლებად კითხულობენ ბავშვები, თქვათ წიგნიერებასთან პრობლემები, რაღაცები, მაგრამ აი სტუდენტებთან ურთიერთობამ დამანახა, რომ მათ ძალიან უყვართ ლიტერატურა და აი ციტირებენ ხოლმე ხშირად და მეკითხებიან და ვსჯელობთ და დისკუსია გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ თქვათ აი ესეთი სპეციალობები, აი სანთოგეოლოგია და ესეთი ფაკულტეტები. რაც შეეხება ჩემს სამწერლობო, ასე ვთქვათ, ასპარეზზე გამოჩენას, მინდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვწერდი, მაგრამ აი ესეთი გამოქვეყნების თვალსაზრისით არ მიფიქრია, რომ გამომექვეყნებინა ჩემი ნაწარმოებები, იმიტომ რომ დებიუტანტს არც გავდა შენი ნაწარმოებები. ჩემი ძირითადი საქმე მაინც ეს აი ეს პროფესია, ქართული ენა და ლიტერატურა, სკოლაში მუშაობა, სხვათა შორის თავიდან არა მარტო ლექსები, არამედ სცენარები იწერებოდა უფრო და გათვლილი იყო ეს სცენარები უფრო ბავშვებისთვის და ლიტერატურული სპექტაკლები იდგმებოდა სკოლაში, მანამდე სხვა სკოლაში მუშაობდი, სხვადასხვა სკოლაში და სხვათა შორის ძალიან აი განსაკუთრებულად 90-იან წლებში ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მთელი ენთუზიაზმი, მაგრამ მაშინ მაინც სხვანაირად, სხვათა შორის რატო ვამბობ ხო, ნაკლებად თეატრში მაშინ წასვლის ეს მომენტები ნაკლებად იყო ხო, ის პერიოდი როგორი იყო და აი ეს ლიტერატურული სპექტაკლები ბავშვებს ძალიან ახალისებდათ და ეს არ იყო რაღაცა მარტო სამოყვარულო დონეზე, სხვათა შორის ძალიან სერიოზული და კარგი წარმატება ხვდა ბევრ მათგანს. რაც შეეხება უკვე შემდეგ პოეზიას, უფრო ცოტა მოგვიანებით მოვიდა, თუმცა სტუდენტობის დროს წერდი, მაგრამ უფრო აი სერიოზულად ეს თქვენი მეორე წიგნია. პირველი წიგნი ეს არის პოეტური კრებული, ეს 2020 წელს, რომლის რედაქტორიც თქვენ ბრძანდებით და ლომის წილი გაქვთ ჩემს აი ამ პირველი კრებულის გამოცემაში და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ეს კრებული, ალბათ იმიტომ რომ პირველია. პირველი კრებული მამას მიუძღვენი, სამწუხაროდ მამა ვერ შეესწრო ამას და აი ამის გამოც ძალიან ძვირფასი არის ჩემთვის, სახელად შენთვის ასე დავარქვი ამ კრებულს და ეს არის პოეტური კრებული, თუმცა აქ შევიდა პირველი გამარჯვებული მოთხრობა. აი სულ ახსენდება ხოლმე თქვენს ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა დაკარგეთ მამა და სულ ახსენდება ბალზაკის მამა გორიო. თქვენ 4 დანი ხართ, ერთი ძმა ყავთ და სულ წარმატებული არის ამ დროს. მივესალმები შენ ზედმამიშვილებს აქედან და მახსენდება მამა გორიოს სიტყვები სიკვდილის წინ თავის ქალიშვილებს, ან ქალიშვილი ყავდა, რომ ეუბნება, როგორ შეიძლება ქალიშვილებს უყდებოდეთ მამა რომ მოუყდებათ, მერე ვიღა მიხედავთ, ვიღა დაეცავთ მათ ავი ქმრებისგან და მამაკაცებისგან, ვინ იქნება მათი მფარველი, მამებს შვილებს, მამები, ქალიშვილებს, მამები არ უნდა უყდებოდეთ. და ეხლა წარმოვიდგინე ეს რაღაც პარალელი გავა. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ძალიან უყვარდა ლიტერატურა, კითხვა და აი მე სულ ფიქრობ, რომ აი როგორ ახერხებდა, რომ ჯერ მე მგონი არ იყო წიგნი გამოსული ვთქვათ მაღაზიაში და სახში მოდიოდა აი სულ ახალი წიგნის ტამებიდან მოჰქონდა მამას წიგნი და რაც შეეხება აი ჟურნალ-გაზეთებს, ლიტერატურას, ეს ყველაფერი აი მისგან წამოვიდა ეს სიყვარული და თვითონ მქონდა სულ ესეთი რომ რაღაცა მე რაღაცა მოხუცებულებაში უნდა დავწერო რაღაც. ალბათ ამანაც განაპირობა და აი ეს პირველი წიგნი, აი ესეთი სხვანაირი სხვათა შორის ჩვენი მშობლები გაცილებით ნაკითხნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ აი დღეს
უფრო ხო ინფორმირებულია ხალხი და საშუალება, მაგრამ აი შეიძლება ყანაში თოხინდეს ადამიანი, თიბავდეს, ბარავდეს და წიგნები ხელში ამოჭრილი ქონდა და კითხულობენ. დღეს ეს ყველაფერი არ არის აწუხა. რა უნდა ეს სირცხვილის იყო ხო პირველი რითაც აი ვამაყობდით და ესეც მახსოვს რომ აი ბიბლიოთეკა სტუმარი რომ მოდიოდა მამა ბიბლიოთეკას აჩვენებდა ყველას და ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ამ კრებულში პირველ კრებულში შევიდა ჩემი ასევე პროზაული მოთხრობა, სინთეზური წერილი, რომელმაც პირველი პრიზი აიღო, ეს ჟურნალ ანეულთან არსებული კონკურსია, ხომ რეზო ინანიშვილის ერთი მოთხრობის კონკურსი და აქაც ესეთი რაღაც გვიან მივიღე მონაწილეობა, ალბათ იმიტომაც რომ რაღაც ნათესაური კავშირია ჩვენს შორის რეზო ინანიშვილთან დიახ ბიძად მეკუთვნოდა და თქვენი სულ როცა ხალხი ჩამოდიოდით იუბილეებზე შენ თქვენი ოჯახი ესენი სულ ხვდებოდით ხოლმე იქ და არასოდეს არ გამოგიხატავ შენ არასოდეს წერეთთან ქონდა სტუდენტობის დროსაც არა და ძალიან გვიან გაიგეს და აი მართლა ეს იყო რაღაც ახტაცებულები ჩემი მეგობრები და როგორ შენ აქამდე არ ამბობდი და რაღაცა ნუ რა ვიცი და ესეც რაღაცნაირად ცოტათი რაღაცა უხერხულობის მომენტი მაგრამ გამოვაგზავნე პირველი მოთხრობა ეს სინთეზური წერტილი, სხვათა შორის ეს არის აპასთან დაკავშირებული ამბები 27 მახსოვს ბატონმა თემო ჯაბუდნიშვილმა არაჩვეულებრივი მოხსენება გააკეთა მოთხრობასთან დაკავშირებით. და ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა, ძალიან, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო ის, თქვათ, ჩემი პირადი ცხოვრება, დღევანდელი გადასახეთიდან ეს ძალიან მძიმე წლები და ვფიქრობ რომ აი ამანაც განაპირობა შემდეგ რაღაცა სტიმული მომეცა რომ უკვე მქონდა ასევე პროზაული მოთხრობები და აი შემდეგ ძალიან სწრაფად მოყვა ეს მეორე კრებული ეს უკვე მოთხრობების კრებულია ყველა ამბავი იწყება თხრობით აი ეს კრებული 18 თებერვალის წელს ხო წერათა კავშირის სხვათა შორის მე მინდა უთხრა მაყურებელს რომ ზოგისთვის შეიძლება ეხლა ნუ წერათა კავშირი ისე პოპულარული აღარ იყოს და რაღაც, მაგრამ მინდა გითხრათ რომ წერათა კავშირი ეს არ არის ერთი რაღაც დაჯგუფების კავშირი, ეს არის ის დიდი კავშირი, რომელიც რევოლუციამდე შეიქმნა, დიდი კოტე მაყაშვილის და იმ დიდი ადამიანების ხელში იყო და აი ტრადიციული ოჯახის და იმის მაგზელებელია და ხანდახან მოიკნინობით ფორმაში მოიხსენებენ ხოლმე და მინდა გითხრა რომ მწერლობა და მწერლობა ის ოჯახით ჩემთვის ისევ საპატიო და როგორც ტაძარში ისე შევდივარ წელისახში დღესაც და ჩემთვის ეს მწერლობა ყველაზე დიდია რაც ალბათ ქვეყანასაც გააჩნია და ეხლა დღეს დიდი აჟიოტაჟია ბატონ რობერტ სტურუას სპექტაკლის ირგვლივ სიმალი გითხრა არ ვიცი იქ რა ხდება და როგორ ხდება ყოველთვის ჯობია რომ გაიაროს ზოდა მცივი გონებით შეაფასო ნუ ნახოთ რა და როგორ იქნება თუმცა ეხლა რობერტ სტურუას დიდ ნიჭიერებაში ჩვენ ეჭვი არ გვიპარება, ნუ თავარი ახლა ამ ნიჭსა და როგორ წარმართავ რაღაცა და მე უბრალოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა. საინტერესოა კი. მე მინდა ახლა სალაპარაკოც ბევრია და სათქმელიც ბევრია და ხვალ 9 აპრილი შემოდის, აი ნახეთ როგორი აი ამ აღდგომის მძიმე დღეებში დაემთხვა და 9 აპრილი ალბათ ის დღე არის საიდანაც დაიწყო ჩვენ თვითგამორკვევის ეროვნული მოძრაობის ხანდახან ვფიქრობ საჭირო იყო ეს საერთოდ რომ აი სად მივდივართ სად მოვედით საწავედით რანი ვართ ეხლა და როგორ მაგრამ ალბათ იყო საჭირო და ალბათ ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ გამოიკვეთა რაღაცები გამოიკვეთა პიროვნებები ადამიანები სახელმწიფოებრიობა გამოიკვეთა ეკლესია გამოიკვეთა რაღაცა და ჩვენ ასე თუ ისე დამოუკიდებელი ქვეყანა ქვია რამდენად ვართ ეხლა დე ფაქტო თუ დე იურე ეს სხვა საქმეა მაგრამ ფაქტია რომ ვართ და როგორც ილია ბრძანებდა ჩვენ თავი ჩვენამდე გვეყუდნის ალბათ ყველა შემოქმედს აქვს 9 აპრილზე რამე სასათქმელი და თქვენს გექნებათ ალბათ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და
მახსოვს ეს ძალიან მტკივნეულად მახსოვს, იმიტომ რომ თვითონ იმ პროცესების თვითმხილველები ვიყავით, იქ ვიყავი და მახსოვს განსაკუთრებულად შემდეგი დღეები მახსოვს კიდევ სტუდენტები ვიყავით და აი ხეზე გაკრული ეს ლექსები განსაკუთრებულად ეს ჩემ შტაბეჭდილებაში მახსოვს ალბათ თინათი მძლიაშვილი იყო აქტიური ძალიან მაშინ მესამეები ალბათ ველა ჩვენ აი მეორე მესამე დღეს უნივერსიტეტში თითქოს აი რაღაცა მოვილაპარაკეთ ჩავები გვეცა ყველას ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და ეს სხვათა შორის ამ კრებულში მაქვს ერთი ლექსია, ეს გვიან დაწერილი ლექსია, ალბათ აი იმ შტაბეჭდილების, რომელიც ტრიალებდა შემდეგ და წავიკითხავ თუ აქვს ამის საშუალება. მახსოვს აპრილი. თავისუფლებას სჭირდება განცდა, გულის გულიდან დაღვრილი სისხლი. ტერმა სადიცის ბავშვი და ქალი, აყვავებული თეთრი აპრილი. ჩვენ კი ვიდექით ქუჩაში ერთად, ჯერ თლად ბავშვები, უცნაურ ჟინით და არ გვჯეროდა, რომ ვინმე უხთოდ, თავს გვეცემოდა სიკვდილის ცელით. ღიმილს ჩაკლავდა უცხო ჯალათი, სიმღერის ჰანგებს შეცვლიდა გლოვა, იდგა სიკვდილი, როგორც სატანა და აყვავებულ ხეებს ახლობდა. მახსოვს აპრილი, როგორც გოლგოთა, როგორც ნაომარ ველზე გავლილი, ტიტებს ემოსად სისხლის პერანგი, ძაძად ქცეული იდგა აპრილი, როგორც კრწანისი, გულგადახსნილი, ჭრილობა გახსნილ ყაყაჩოებით, ანთებულ სანთლებს, ყვავილებს შორის, თავისუფლების იდგა აპრილი, თავისუფლებას სჭირდება განცდა, არ დავიწყება აპრილის გმირებს. რა ჩვეულებრივია, არ დავიწყება მართლაც აპრილის გმირებს. მე მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადო ჩვენ გლოვის დღეები გვაქვს კიდევ რატომღაც მგონია რომ ჩვენი უწმინდესი როგორც იესო ჩავიდა კიდევ მეორე ჯოჯოხეთში ჯვარცმიდან და ამოიყვანა მიცვალებულები აი ესე მგონია რომ პატრიარქი ეხლა მაჯვნი უზის და მე მგონია რომ პატრიარქმა მთელი ჩვენი მიცვალებულები აი ესე ამოიყვანა და ამოიყვანს და ერთიანად უფალთან ერთად ერთიანად დაიწყებენ დიდ გადარჩენას ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობისას ამის დიდი იმედი მაქვს გავიდა უკვე რამოდენიმე დღე პატრიარქის გარდაცვალ მიცვალებიდან და ძალიან მიხარია რომ არ წყდება რიგები პატრიარქის სიონში პატრიარქის საფლავთან ესა ის უწყვეტი რიგი და მახსენდება ბერი გაბრიელის მიმართაც ესეთი დამოკიდებულება იყო და წმინდანობა მარტო ის არ არის ეხლა სხეული რაფორმას მიიღებს საბოლოოდ თავარი არის ხალხის დამოკიდებულება და უკვე ხალხმა გადაწყვიტა ხალხის დამოკიდებულება გადაწყვიტა ჩემთვის ის უკვე წმინდანია თუნდაც სიცოცხლეშიც წმინდანი იყო და რა ვიცი ამ სიყვარულით აი ამ წასვლითაც კი გაგვაერთიანა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა მე მინდა პატრიარქს აი ეს ჩემი ერთი ლექსი წავიკითხო და წავიკითხო იმიტომ რომ სიურპრიზად ვტოვებ მე ამას ეს გაჟღერდება მზადდება ძალიან კარგი სიმღერა იმიტომ არა რომ ჩემი ლექსი არის არამედ იმიტომ რომ ძალიან სერიოზული კომპოზიტორები და მომღერლები მუშაობენ ამაზე სახედაგვარს დავტოვებ ინკოგნიტოდ და მინდა რომ ჩვენ პატრიარქის ირგვლივ რაც ამ დღეებში გამიცადეთ სულ აი ამ განცდის ირგვლივ ვიყო და ამ გაერთიანებაში ვიყო სხვათა შორის 9 აპრილს ვიყავით ესე გაერთიანებული ერთიანი ქართულები და აი ეხლა ვიყავით აი ესე ქვია ჰე პატრიარქო ჰე პატრიარქო ამაღლდი ზეცად შესაკართველო შეასხი ფრთები დღეს უფლის კვართი აცვია მცხეთას შემოსავენ თეთრნისლებს მთები ჰე პატრიარქო ძმაშენი ქრისტე გერის და მარჯვნივ სამკვიდროს გიწყობს დღეს საქართველოს ჩაეცვამს ქიტონს და ჩაგიხუტებს ჰე პატრიარქო აღმართე ჯვარი შენს ქართველ ძმასთან ქრისტესთან ერთად ანგელოზების დაძარი ჯარი კელაპრადეთოს ჯვარი და მცხეთა კელაპრადეთოს გელათი ბოდბე ღვთიური მადლი ეფინოს სიონს სხეულში უფლის შემოსვლას ვგრძნობდეთ და სულმა შენმა ვით გრილმასიო მოიცვა სრულად სამყარო მთელი ვერ შეაკავოს ვერც ვინ და ვერც რა არ მახსოვს არსად ამდენი მრევლი დავრელი ასე წვიმა და ცრემლად ჰე პატრიარქო უფალი გელის
დამთავრდა მიწა, დაიწყო ზეცა და ეს იყოს ბედნიერების დასაწყისი. მე მინდა ბედნიერი აღდგომა გისურვო თითოეულ თქვენთაგანს, ეს აღდგომის ცეცხლი გადმოვიდეს იმ ნათელ შუქად, რომელიც არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ თეკაცობრიობას სჭირდება. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ იკითხეთ ლიტერატურული საქართველო. და აღდგომა მარადიულობის ზეიმია და სიკეთე იმაჯობს ყოველთვის ბოროტებაზე. ეს არის პატრიარქის სიტყვები ბოლო ქადაგებიდან მისი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. მადლობა.